თომას მანი, პატარა ბატონი ფრიდემანი. ფრიდემანების ოჯახში დატრიალებული უბედურება გადიას ედებოდა ცოდვაბრალად. ქალბატონმა ფრიდემანმა, როგორც კი ეჭვი აიღო, რომ გადია სასმელებს ეტანებოდა, დიდხანს უჩიჩინა, ხელი აიღეს მაზეო, მაგრამ ვერაფერს გახდა. ადრე ყოველდღიურად თავისი ხელით აძლევდა ყუათიან ლუდს, მერე ერთი ჭიქა წითელი ღვინოთ წაუმატა. მაგრამ ამითაც ვერ დააოკა გადია. მალე ისიც გამოირკვა, გამზრდელი თურმე სპირტქურისთვის ნაყიდი სპირტის დალევასაც არ არიდებოდა. ფრიდემანებმა ახალ გადიას დაუწყეს ძებნა, მაგრამ სანამ ვინმეს გამონახავდნენ, ამასობაში უბედურებაც დაატყდათ თავს. ერთ დღეს სეირნობიდან დაბრუნებულ ქალბატონს და მის სამგოგონას ჩვილი იოჰანესი მაგიდიდან გადმოვარდნილი დახვდათ. იატაკზე განრტყმული ერთი თვის ბავშვი საცოდავად კრუსუნებდა. მთვრალი გადია კი გამოთაყვანებული სახეთით გაშორიახლო. ექიმმა კრუნჩხვა მორეულ ჩვილს ფრთხილად მოუსინჯა სხეული და ძალიან შეშფოთდა. დები კუთხეში მიყუჟულიყვნენ და გულამომჯდარის ლუკუნით ტიროდნენ. თავზარდაცემული ქალბატონი კი ხმამაღლა ლოცულობდა. საბრალო ქალს უკურნებელმა სენმა ბავშვის დაბადებამდე გამოაცალა ხელიდან მეუღლე, რომელიც ნიდერლანდებში კონსულად მსახურობდა. ამ უბედურებამ ქალბატონი ფრიდემანი სულიერად ისე გატეხა, რომ პატარა იოჰანესის გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა. ექიმმა მხოლოდ 2 დღის შემდეგ ჩამოართვა ხელი ქალს, პატარის გადარჩენა მიულოცა და ანუგეშა. მთავარი საფრთხე გადატანილია. ბავშვს სახეზე ეტყობა, რომ ტვინის მსუბუქმა შერყევამ გაუარა. თვალები ისე უაზროდ აღარა აქვს გაშტერებული, ადრე რომ ჰქონდა. ცხადია, მოთმინება, ბავშვის ჯანმრთელობაზე ფიქრი და როგორც ამბობენ, იმედიანად ყოფნა უკეთესის მოლოდინი გმართებთო. მაღალსახურავიანი რუხი სახლი, რომელშიც იოჰანეს ფრიდემანი იზრდებოდა, ძველი სავაჭრო დაფის ჩრდილო კარიბჭესთან მდებარეობდა. ქვის ფილებით დაგებული ფართო დერეფნიდან თეთრად შეღებილი მოაჯირიანი ხის კიბე ადიოდა ზედა სართულში. პირველ სართულზე სასტუმრო ოთახი ჰქონდათ მოწყობილი. პეიზაჟებით მოხატული შპალერიანი კედლები უკვე გახუნებულიყო. ოთახის შუაში წითელი ხის მაგიდა იდგა. მაგიდას პლუშის მუქი წითელი სუფრა ეფარა და ირგვლივ ხმელსაზურგიანი სავარძლები ჰქონდა შემორიგებული. იოჰანეს ბავშვობისას დედის ფერხთით, დაბალ სკამზე უყვარდა ჯდომა. ფანჯრის გადახმა ზამთარ-ზაფხულ ყვაოდა საუცხოო ყვავილები. ბავშვი უცქერდა დედის გულდასმით დავარცხნილ ჭაღარა გარეულ თმას, კეთილ ღვინისფერ სახეს, მისი ტანსაცმლის საამო სურნელს ისუნთქავდა და თან მომაჯადოებელ ზღაპრებს ისმენდა. ხშირად ეჭირა ხელში ის სურათი, რომლიდანაც მამამისი, მხიარული სახის, ჭაღარა ბაკემბარდებიანი კაცი უღიმოდა. დედა ეტყოდა ხოლმე, ის ზეცაშია და ჩვენ ყველას იქ მიგველისო. სახლის უკან პატარა ბაღი ჰქონდათ. ზაფხულობით ნიავს შაქრის ქარხნიდან მძიმე, მოტკბო, გახურებული ჰაერი მოჰქონდა ბაღში და იქ ყოფნა ზოგჯერ ჭირდა. მაგრამ ფრიდემანები თითქმის მთელ დღეს მაინც ამ ბაღში ატარებდნენ. ერთი ასწლოვანი, ნუჟრიანი კაკლის ხე ედგათ. იოჰანესი ამ ხის ძირში, დაბალ სკამზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და თხილს აკნატუნებდა. დედა და უკვე წამოჩიტული დები კი რუხი ქერელის სტილოს კარავს იყვნენ შეფარებულნი. დედა ხელსაქმეს მალიმალ წყვეტდა თვალს და სიყვარულითა და სიბრალულით გახედავდა ხოლმე შვილს. პატარა იოჰანესი არ იყო ლამაზი ბავშვი. მეტად უცნაური შესახედი იყო, როცა დაბალ სკამზე წამოსკუპებული, მკერდამოზნექილი, კუზიანი და ჩხირივით გაჩხინკული არსება თავდავიწყებით მარჯვედ კვნეთდა კაკალს. ეგეც არის, რომ იოჰანეს ნაზი, კოხტა ხელფეხი, ფართო, თაფლისფერი თვალები, მოხდენილი პირი და რბილი თმა ჰქონდა. მართალია, თავი საბრალოდ ჩავარდნოდა მხრებს შორის, მაგრამ მისი სახე მაინც თავისებურად მიმზიდველი იყო. 7 წლისა სასწავლებელში მიაბარეს და ერთფეროვანი დღეებიც სწრაფად წაეწყო ერთმანეთს.
პატარა იოჰანესი მაღალსახურავიანი სახლებისა და სავაჭრო ფარდულების გავლით კუზიანისთვის დამახასიათებელი სასაცილო სერიოზულობით მიაბიჯებდა ხოლმე გოთიკურ თაღებიანი სკოლის ძველი შენობისკენ. როცა საშინაო დავალებას მოითავებდა, ფერად გარეკანში ჩასმულ ლამაზ წიგნებს კითხულობდა ან ბაღში რაღაცა საქმიანობდა. ამ დროს მისი დები საოჯახო საქმეებში ეხმარებოდნენ ხანში შესულ დედას. ფრიდემანები ქალაქის მაღალ წრეს ეკუთვნოდნენ და ქალიშვილებს ქალაქის საზოგადოებაში ტრიალი უწევდათ. რა კი არც დიდი ქონება ებადათ და საკმაოდ შეუხედავებიც გახდნენ, სამწუხაროდ ჯერ კიდევ გაუთხოვრები იყვნენ. იოჰანესის ტოლები დროდადრო მასაც მიიწვევდნენ ხოლმე სტუმრად, მაგრამ მათთან ურთიერთობა ბავშვს არ ახარებდა. ერთად თამაში არ გამოსდიოდათ და რა კი ტოლები მასთან ყოველთვის შებორკილად გრძნობდნენ თავს, მათ შორის ამხანაგური დამოკიდებულების გაჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. გავიდა ხანი და სკოლის ეზოში თავმოყრილმა თანაკლასელებმა სულ უფრო მოუხშირეს მათ ასაკისთვის შეუფერებელ თემაზე საუბრებს. ყურადღებად გადაქცეული იოჰანესი სულ განაბული ისმენდა, რა გატაცებით ლაპარაკობდნენ ამხანაგები გოგონებზე. ისმენდა და დუმდა. ის, რაც ასე აინტერესებთ და ახარებთ მათ, ამბობდა გულში, ისევე მიუწვდომელია ჩემთვის, როგორც ვარჯიში და ბურთაობა. ზოგჯერ წუხდა ამაზე, მაგრამ თანდათან შეეჩვია გარიყულობას და თავის თავში ჩაიკეტა. გადასახდენი მაინც გადახდა. 17 წლისას მოულოდნელად თანაჯგუფელის და თავისი კბილა, ქერა გოგონა შეუყვარდა. ერთმანეთს ძმამ გააცნო. ამ ჩიტივით უზრუნველი და მხიარული არსების დანახვაზე იოჰანეს უცნაურად ეკრო და სუნთქვა. გოგონა მოკრძალებით, ყალბით ანაგრძნობით ექცეოდა და ეს დამოკიდებულება იოჰანეს ღრმა მწუხარებას გვრიდა. ერთხელ ზაფხულში ნაშუა დღეს იოჰანესი მარტო მისეირნობდა ქალაქის განაპირა მიწაყრილისკენ. უცებ ჩურჩული შემოესმა უცვეთელას ბუჩქიდან. ფრთხილად მიაყურა. სკამზე ის გოგონა და ერთი წითური, აყლარწული ბიჭი ისხდნენ. იოჰანესი კარგად იცნობდა ბიჭს. ის გოგონას ეხვეოდა და ტუჩებში კოცნიდა. გოგონა ხითხითებდა და კოცნაზე კოცნით პასუხობდა. შეძრწონებული იოჰანესი ფეხაკრეფით გამობრუნდა და იქაურობას გაეცალა. თავი უფრო ღრმად ჩაუვარდა მხრებში, ხელები აუკანკალდა. მძიმე, სულის შემხუთვავი ბოღმა მკერდიდან ბურთივით მოაწვა ყელში. მაგრამ ნაღველს მოერია და რამდენადაც შეეძლო წელში მხნედ გაიმართა. კეთილი, თქვა თავისთვის. ეს იყოს პირველი და უკანასკნელი. ასეთი რამ სამუდამოდ უნდა აღკვეთო. ის, რაც ხვებს კმაყოფილებას და სიხარულს ანიჭებს, მე ყოველთვის დარდსა და ტანჯვას მომიტანს. მორჩა და გათავდა. ასეთი რამ აღარ გამეორდება. ასე რომ გადაწყვიტა, გულზე მოეშვა. იოჰანესმა სამუდამოდ უარყო სიყვარული. სახლში დაბრუნებულმა გულის გადაყოლება ჯერ წიგნზე სცადა. მერე ვიოლინო ჩამოიღო და დაუკრა. მახინჯი მკერდის მიუხედავად, საკმაოდ კარგად უკრავდა ვიოლინოს. 17 წლის ამ სწავლას თავი მიანება და როგორც მის წოდებას ჰქონდა წესად, სავაჭრო საქმეს მოჰკიდა ხელი. ბატონ შლიფოქცს დაუდგა შეგირდად ქვევით, მდინარის პირზე გაშენებულ ხეტყის ქარხანაში. თანამშრომლები კარგად ეპყრობოდნენ. ისიც თავის მხრივ გულთბილობას და თავაზიანობას იჩენდა და ასე მშვიდად და აუმღრევლად გადიოდა დრო. 21 წლის იოჰანეს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დედა გარდაეცვალა. ფრიდემანისთვის ეს მძიმე უბედურება იყო და ამ ტკივილს დიდხანს ატარებდა გულში. მწუხარებას დიდ ბედნიერებასავით მიეძალა, დაეწაფა, ბავშვობის წლების უამრავი მოგონებით იძლიერებდა და როგორც თავის პირველ უმძიმეს განცდას გულმოდგინედ უფრთხილდებოდა. განა სიკეთე, თავისთავად დიდ სიკეთეს არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩვენთვის ისე მოწყობილი, ბედნიერ ცხოვრებას რომ უწოდებენ ადამიანები. იოჰანესმა იგრძნო ეს და სიცოცხლე შეიყვარა.
უარყოფის უდიდესი ბედნიერება ცხოვრება რომ ანიჭებს ადამიანებს. სამაგიეროდ იმ სიკეთით ტკბობა ისწავლა, რაზედაც ხელი მიუწვდებოდა. გაზაფხულზე ქალაქგარეთ გასეირნება, ყვავილების სურნელი, ფრინველთა გალობა. განა შეიძლება ამდენმა სიკეთემ მადლიერებით არ აღავსოს ადამიანი. იმასაც მიხვდა, რომ ტკბობის უნარის დასახვეწად განათლება იყო საჭირო. მიხვდა, რომ განათლება თავისთავად ტკბობა იყო და აკი ნათლდებოდა კიდეც. მუსიკა უყვარდა და ქალაქში გამართულ ყოველ კონცერტს ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიოლინოს დაკვრისას უცნაური შესახედავი იყო, თანდათან რიგიანად დაეუფლა ამ ინსტრუმენტს და წარმატებით აღებული თითოეული თბილი და სასიამოვნო ბგერა სიხარულს ჰგვრიდა. ბევრი კითხვით ლიტერატურული გემოვნება დაიხვეწა, თუმცა ამ საგანზე ქალაქში არავის ესაუბრებოდა. თვალსადევნებდა საზღვარგარეთის და მშობლიურ ახალ გამოცემებს. კარგი ლექსის გემო გაგებული ჰქონდა და ნამდვილი ხელოვანის მიერ დაწერილი ნოველის ინტიმის განცდა შეეძლო. ერთი სიტყვით, ნამდვილი ეპიკურელი გახლდათ. მიხვდა, რომ სიამოვნების წყაროთ ყველაფერი გამოდგებოდა, რომ უგუნურება იყო მოვლენების დაყოფა ბედნიერებისა და უბედურების მომტანად. ყოველ განცდას თუ განწყობას ხალისით ეგებებოდა და ერთნაირად ელოდიავებოდა. არ დაგიდევდათ, გაამხიარულებდა თუ სულს მოუშხამავდა ის. ყველაზე მეტად აუხსნელი ნატრა ოცნება უყვარდა. ოცნება უყვარდა ოცნებისთვის და თავისთვის ამბობდა. ოცნების ახდენის შემდეგ სიცარიელის შეგრძნება ეუფლება ადამიანსო. განა გაზაფხულის მშვიდი საღამოს ტკბილი, მტანჯველი, ბუნდოვანი კაეშანი და მოლოდინის ზაფხულში ახდენილ ოცნებაზე მეტნეტარებას არ გვანიჭებსო? მართლაც რომ ნამდვილი ეპიკურელი გახლდათ პატარა ბატონი ფრიდემანი. იმ ადამიანებმა, რომლებიც ქუჩაში ჩვეულებისამებრ თანაგრძნობით და თავაზიანად ესალმებოდნენ ფრიდემანს, ალბათ გუმანითაც კი არ იცოდნენ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებასთან ამ საბრალო მახინჯს, ღია ფერის წამოსასხამსა და პრიალად ცილინდრში გამოწყობილი სასაცილო სერიოზულობით რომ გამოჩნდებოდა ხოლმე ქალაქის ქუჩებში. უცნაურია და ცოტა კეკლუცობა უყვარდა ფრიდემანს. არ იცოდნენ, რა ნაზი სიყვარულით უყვარდა სიცოცხლე, რომელიც იოჰანესისთვის აუმღრევლად, მდორედ მიედინებოდა, მაგრამ შვიდი და მაღალი ბედნიერებით აღავსებდა. ამ ბედნიერებას ის დიდი ხელოვნებით უმზადებდა საკუთარ თავს. ბატონ ფრიდემანს ყველაზე მეტად მაინც თეატრი იტაცებდა. თეატრი იყო მისი ნამდვილი ვნება. პიესის განცდის საოცარი უნარი ჰქონდა თან დაყოლილი და ტრაგედიის დაძაბული სიტუაციების ან კულმინაციის დროს მის დალეულ სხეულს ცახცახი იპყრობდა. თეატრის პირველი იარუსის აბონემენტი ჰქონდა შეძენილი და იშვიათად თუ გამოტოვებდა წარმოდგენას. ზოგჯერ თეატრში დებიც ახლდნენ. დების გარდაცვალების შემდეგ ქალებმა თვითონ იკისრეს მთელი მეურნეობის გაწყოლა, რაც მემკვიდრეობით დარჩათ. სამწუხაროდ, დები ისევ გაუთხოვრები იყვნენ. ეგეცა, რომ წლების მომატებასთან ერთად გათხოვების პრეტენზია მიკლო. უფროსი და 17 წლით მაინც იყო ძმაზე ხნიერი. ის და მისი მომდევნო ჰენრიეტა ცოტა აწოწილები და გამხდრები იყვნენ, ხოლო უმცროსდას ბურთივით მრგვალ და ტანმორჩილ ფიფის სასაცილო ჩვეულება ჰქონდა. ლაპარაკის დროც მუკავდა და თან პირზე ნერწყვი ადგებოდა. პატარა ბატონ ფრიდემანს გულითადი ურთიერთობა არასდროს ჰქონია დებთან. სამაგიეროდ ქალები კარგად იყვნენ ერთმანეთში და ყველაფერზე მუდამ ერთი აზრისანი გახლდნენ. ეს ერთსულოვნება განსაკუთრებით მაშინ იჩენდა ხოლმე თავს, როცა რომელიმე ნაცნობი ქალიშვილის დანიშნვის ამბავს შეიტყობდნენ. ერთხმად აცხადებდნენ, ამ ამბით დიდად ვართ გახარებულიო. ფრიდემანი დებს არც მაშინ გაყრია, როცა ბატონ შლიფოქტის ხეტყის საწარმოს თავი მიანება და თვითონ დაარსა სავაჭრო სააგენტო თუ რაღაც მსგავსი დაწესებულება. ეს საქმე დიდჯაფად არ დასწოლია. ფრიდემანების ბინაში იოჰანეს რამდენიმე ოთახი ეკავა ქვედა სართულზე და ზევით მხოლოდ პურის საჭმელად თუ ადიოდა.
ამას იმიტომ ერიდებოდა, რომ კიბეზე ასვლა ჩამოსვლისას ზოგჯერ ქოშინი მოერეოდა ხოლმე. ივნისის ერთ მზიან დღეს, როცა პატარა ბატონ ფრიდემანს 30 წელი შეუსრულდა, ნასადილევს რუხკარავში შევიდა. თავი იმ ყურთბალიშს მიაყრდნო, რომელიც ჰენრიეტამ საკუთრად მას შეუკერა. ძვირფას სიგარას მოუკიდა და საინტერესო წიგნი გადაშალა. დროდადრო წიგნს თვალს მოსწყვეტდა. სახლისკენ რომ მიემართებოდა, იმ ხრეშმოყრილ ბილიქს და ნაირფერი ყვავილებით დამშვენებულ კორცს უყურებდა და ძველი კაკლის ხის ტოტებში შეფენილი ბეღურების ჟღურტულს ისმენდა. პატარა ბატონი ფრიდემანი წვერს არ ატარებდა. სახეზე თითქმის სულ არ იყო შეცვლილი, მხოლოდ ნაკვთები გამკვეთროდა ოდნავ. რბილი ოქროსფერითმა თხემთან შუაზე გაეყო და გვერდზე გადაევარცხნა. ბოლოს, როცა წიგნი მუხლებზე დაუშვა და მილეული თვალები, ლურჯი, გასხივოსნებული ცისკენ აღაპყრო, გაიფიქრა. აი, 30 წელი უკვე გავიდა. გაივლის კიდევ 10-ან, შეიძლება 30-იც. ზუსტად მხოლოდ ღმერთმა იცის. კიდევ რამდენი წელი დამრჩენია. ეს დარჩენილი წლებიც ასე უკვალოდ და უშფოთველად გამიქრება თვალსა და ხელშუა, როგორც 30 წელი გაქრა და მე ამ წლებს სულიერი სიმშვიდით მოველი. იმავე წლის ივლისში ახალი უფროსი დაუნიშნეს ოლქს. ამ ამბავმა მთელი ქალაქი შეძრა. ძველ უფროსს, ჩასუქებულ, მხიარულ მამაკაცს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ მხარეს, ქალაქის საზოგადოება ძალიან იყო შეჩვეული და დათმობა უჭირდა. ეშმაკმა უწყის, როგორ მოხდა ობერლეიტენანტი ფონ რილგინგენი მის ადგილზე, თუმცა ამ ცვლილებას ურიგო პირი არ უჩანდა. რა კი ახალმა ობერლეიტენანტმა, რომელიც ცოლიანი, მაგრამ უშვილო აღმოჩნდა, ქალაქის სამხრეთ გარეუბანში მოზრდილი ვილა იქირავა, საზოგადოებამ დაასკვნა. ახალი უფროსიც ხელგაშლილად აპირებს ცხოვრებასო. ამ კაცის სიმდიდრეზე გავრცელებული ხმები იმითაც დადასტურდა, რომ მან 4 მსახური, 5 შესაბმელი და სადოღე ცხენი, ლანდო და მსუბუქი სანადირო ეტლი ჩამოიყოლა თან. მას შემდეგ, რაც ახალი უფროსი ჩამოსვლისთანავე მეუღლის თანხლებით ქალაქის რჩეულ ოჯახებს ეწვია, მათი სახელი ყველას პირზე ეკერა. ბატონ ფონ რილინგენზე მეტად მისმა მეუღლამ მიიპყრო ყურადღება. მამაკაცები იმდენად დააბნია ამ ქალმა, რომ ერთხანს ვერც კი გაერკვნენ მაინც ვისთან ჰქონდათ საქმე. მანდილოსნებს კი გერდა ფონ რილინგენი აშკარად არ მოუვიდათ თვალში. დედაქალაქის კაიდაზე რომ ირჯება ეს ქალი, არავის უყვირს. უთხრა ერთხელ ვექილის მეუღლემ, ქალბატონმა ჰაგენშტორმმა, გენრიეტა ფრიდემანს. პაპიროს რომ ეწევა და ცხენს დააჭენებს, ესეც გასაგებია, მაგრამ თავისუფლად კი არა, პირდაპირ აგდებულად უჭირავს თავი. თუმცა ეს სიტყვა ზუსტად ვერ გამოხატავს მის ქცევას. თავადაც შეამჩნევდით, შეუხედავი არ არის. პირიქით, მოხდენილიც კი ეთქმის და მაინც ქალური მიმზიდველობისა არაფერის ცხია. მის გამოხედვაში, ღიმილში, მიმოხრაში მამაკაცების მოსაწონი არაფერია. პრანჭიაობა არ უყვარს და ღმერთია მოწმე ამას ნაკლად არ ვუთვლი. მაგრამ ახალგაზრდა ქალს, ისიც 24 წლისას, განა ეპატიება ბუნებისგან მინიჭებული ქალური მიმზიდველობის ერთიანად უგულვებელყოფა. ძვირფასო, მართალია ენა არ მიჭრის, მაგრამ ის მაინც ვიცი, რისი თქმაც მინდა. ჩვენს მამაკაცებს ამ ქალისგან ჯერ ისევ თავგზა აქვთ აბნეული, მაგრამ აინახავთ, რამდენიმე კვირაში მთლიანად თუ არ გაუცროვდეთ იმედი და მერე ზედაც აღარ შეხედავენ. საბრალოს რაღა ეშველება, ჩაილაპარაკა ჰენრიეტა ფრიდემანმა. იმას უიმათოდაც არაფერი უჭირს. მერე ქმარს როგორ ექცევა. ნეტა ერთი გაჩვენათ. ნახავთ კიდეც, ყოველთვის იმას გავიძახი, გათხოვილ ქალს მოპირდაპირ სქესისადმი, დიდი თავდაჭერა მართებს მეთქი. მაგრამ არც ისეთი გულცივი დამოკიდებულება ვარგა, როგორცაც ქალბატონი ფონ რილინგენი იჩენს. ყინულივით ცივი თვალებით უყურებს ქმარს და თითქოს სიბრალულით ეუბნება. ჩემო მეგობაროო.
სიმართლე გითხრათ, ნერვები მეშლება ამ დროს. თან არ იკითხავთ, როგორია ეს კაცი? ახოვანი 40 წლის პირობაზე შესანიშნავად თავშენახული, გამოწყეპილი, მხნე ოფიცერი, რაინდივით წარმოსადეგი. ძვირფასო, იცით, სულ რაღაც 4 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ. აბა? პატარა ბატონ ფრიდემანს ქალბატონ ფონ რინლინგენთან შეხვედრამ ქალაქის მთავარ ქუჩაზე მოუწია. ქუჩა მთლიანად სავაჭრო დაწესებულებებს ეკავა. ეს შეხვედრა შუა დღის ხანს მოხდა, როცა ფრიდემანმა ბირჟაზე რაღაც უმნიშვნელო საქმე დაამთავრა და შინ ბრუნდებოდა. ჩია ფრიდემანი სერიოზული სახით მიაბიჯებდა მრგვალად შემოკვეცილ ბაკენბარდებიან და ჯიღა წარბებიან ახმახ, უგერგილო დიდ ვაჭრის, შტეფენსის გვერდით. ორივეს ცილინდრი ეხურა, ცხელოდა და წამოსასხამები გადაეხსნათ. ხელჯოხებს რიტმულად მიაკაკუნებდნენ ქვაფენილზე და პოლიტიკაზე ლაპარაკობდნენ. როცა ქუჩის ნახევარი თითქმის გაიარეს, უცებ დიდვაჭარმა შტეფენსმა წამოიძახა. ეშმაკმა წაიღოს ჩემი თავი, აქეთ თუ რინლინგენის ცოლი არ მოდიოდეს. სწორედ კაგ დროს გამოვიარეთ. წვრილი, ცოტა მკვეთრი ხმით თქვა ბატონმა ფრიდემანმა და ცნობის მოყვარედ გახედა ქუჩას. სახით ჯერათ არ ვიცნობ, აგერ ყვითელი ეტლიც გამოჩნდა. დღეს ქალბატონი ფონ რინლინგენი მართლა ყვითელი სანადირო ეტლით შეირნობდა. ბედაურებს თვითონ მართავდა. მე ეტლე კი გულხელ დაკრეფილი იჯდა უკან. ღია ფერის ფართო ჟაკეტი და ქვედა ტანი ეცვა. ყავისფერი, ტყავის ლენტიანი ჩალის ქუდიდან საფეთქლებთან წმინდა დავარცხნილი და კისერზე დიდ ტალღად დაფენილი ოქროსფერი თმა მოუჩანდა. თოვლივით ქათქათა მოგრძო სახეზე სიმკრთალე დაჰკრავდა და ერთმანეთთან უჩვეულო ახლო განლაგებული წაბლისფერი თვალების უპეებზე მოლურჯო ჩრდილი გადაჰყვროდა. მოკლე, მაგრამ კოხტაცხვირზე დაყრილი ჭორფლი უხდებოდა. ტუჩებს განუწყვეტლივ ამოძრავებდა და ცხენს უძროპუნებდა. ამიტომ მისი ბაგეების ავკარგიანობაზე ძნელი იყო რამის თქმა. როდესაც ეტლი გაუსწორდათ, დიდვაჭარი შტეფენსენი მოწიწებით მოიხარა წელში და ფონ რინლინგენის მეუღლეს მიესალმა. პატარა ბატონმა ფრიდემანმაც მოუხადა ქუდი. გაკვირვებული მიაჩერდა სახეში. ქალმა მათრახი დაუშვა, მისალმებაზე თავის ოდნავი დაკვრით უპასუხა და ნელა განაგრძო გზა. თან ქუჩის ორივე მხარეზე შენობებსა და ვიტრინებს ათვალიერებდა. ორიოდე ნაბიჯი რომ გაიარეს, დიდვაჭარმა თქვა. სასეირნოდ ყოფილა და ახლა შინ ბრუნდება. პატარა ბატონმა ფრიდემანმა არაფერი უპასუხა. ჩაფიქრებული დაჰყურებდა ქვაფენილს. მერე უცებ აიღო თავი და იკითხა. რა ბრძანეთ? ბატონმა შტეფენსმა ღრმა აზროვანი შენიშვნა გაიმეორა. ამ შეხვედრის შემდეგ 3 დღემ განვლო. სეირნობიდან ფრიდემანი იმ დღეს შინ 12 საათისთვის დაბრუნდა. სადილამდე კიდევ 9 საათი იყო დარჩენილი და ის იყო კარიდან ხელმარჯვნივ მოთავსებულ სამუშაო ოთახში აპირებდა შესვლას, რომ ზღურბლზე მსახური გოგონა გამოჩნდა და მოახსენა. ბატონო ფრიდემან, სტუმრები არიან თქვენთან? ჩემთან? არა, ზევით, თქვენს დებთან ბრძანდებიან. ვინ არიან? ბატონი რინლინგენი და მისი მეუღლე. ჰა? შეიშმუშნა ფრიდემანი. მაშინ მეც, ახლავე და ზევით ავიდა. სასტუმრო ოთახის თეთრ, მაღალ კარს მიადგა. სახელურს ხელიც კი მოჰკიდა, მაგრამ ბოლოს შესვლა გადაიფიქრა. ნაბიჯი უკან გადადგა, შემობრუნდა და ისევ კიბეს დაუყვა. მარტო იყო, მაგრამ მაინც ჩაილაპარაკა. ნამდვილად ასე ჯობია. სამუშაო ოთახში ჩავიდა. საწერმაგიდას მიუჯდა და თავი გაზეთში ჩარგო. მალე გაზეთი გვერდზე გადადო. სარკმელს მიაჩერდა. მანამდე იჯდა ასე გარინდებული, სანამ მოახლე გოგონა არ შემოვიდა და მოახსენა. სადილი მზად გახლავთო. ზევით სასადილო ოთახში დები უცდიდნენ. ფრიდემანი ავიდა და იმ სკამზე ჩამოჯდა, რომელზედაც 3 სქელის სანოტორვეული იდო. ჰენრიეტამ ძმას წვნიანი დაუსხა და ჰკითხა. იოჰანეს, იცი ვინ იყვნენ ჩვენთან? მაინც ვინ?
ოლქის ახალი უფროსი და მისი მეუღლე. მართლა? დიდი თავაზიანობა გამოუჩენიათ. მართალს გეუბნება, წამოიძახა ფიფიმ და პირზე ნერწყვი მოადგა. მეორივე ძალიან მომეწონა. ასია თუ ისე, არც ჩვენ უნდა დავაყოვნოთ და იქით უნდა ვეწვიოთ. მოდი, ზეგ, კვირას ვესტუმროთ. თქვა ფრიდერიკამ. ვესტუმროთ კვირას, დაერთანხმდნენ ჰენრიეტა და ფიფი. იოჰანეს, შენც წამოხვალ არა? ჰკითხა ძმას ფრიდერიკა. ცხადია წამოვა, თქვა ფიფიმ და აცმოკდა. გარინდული ფრიდემანი მოღუშულის სახით ხვრებდა წვენს და დის კითხვას ყურიც არ ათხოვა. იჯდა განაბული და თითქოს რაღაც უცხო ხმაურის მოახლოებას, უჩვეულო მოძრაობის დაბადებას უგდებდა ყურს. მეორე დღეს თეატრში ლოენგრინი უნდა წარმოედგინათ. ქალაქის მთელი განათლებული საზოგადოება იქ იყო თავმოყრილი. ხალხით გაჭედილ პატარა დარბაზში ყურის წამღები ზუზუნი, გაზისა და პარფიუმერიის სუნი იდგა. ყველა თეატრალური ბინოკლი სცენის გვერდით მოთავსებული 30 ლოჟისკენ იყო მიმართული. ამ ლოჟაში რინლინგენები ისხდნენ. ისინი პირველად ესწრებოდნენ წარმოდგენას და საზოგადოება ამ წყვილის ზედმიწევნით დათვალიერების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა. როცა უნაკლო შავ კოსტუმში და გაქათქათებულ, ამობურცულ გულისპირიან პერანგში გამოწყობილი პატარა ბატონი ფრიდემანი თავის ლოჟაში შევიდა, მისი ლოჟა 30 იყო. შეცბა, უკან დაიხია, შუბლზე ხელი მოისვა, ნესტოები აუთრთოლდა. ბოლოს თავს მოერია და ქალბატონი ფონ რილნინგენის ხელმარცხნივ თავის სკამზე ჩამოჯდა. ქალმა ყურადღებით შეათვალიერა ახალმოსული და ტუჩი აიბზუა. მერე უკან მდგომ მეუღლეს მიუბრუნდა და რაღაც უთხრა. მისი ქმარი ახოვანი, მხარბეჭიანი კაცი იყო და აპრეხი ლულვაშებიანი, მზე მოკიდებული, კეთილი სახე ჰქონდა. როცა დარბაზში უვერტიურა გაისმა და ქალბატონი ფონ რილნინგენი მოაჯერზე გადაიხარა, ბატონმა ფრიდემანმა თვალი გააპარა მისკენ. ქალი საბალო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მანდილოსნებიდან მხოლოდ მას ჰქონდა მკერდის შესამჩნევად დეკოლტირებული. კაბა მხრებზე ნაკეცება დაეყენებინა. თეთრი ხელთათმანის ყელი იდაყვამდე უწევდა. ამ საღამოს ოდნავ ჩასუქებული ჩანდა. იმ დღეს ქუჩაში ხალვათი ჟაკეტი ეცვა და ფრიდემანმა ეს სისავსე მაშინ ვერ შეამჩნია. ქალი ღრმად და თანაბრად სუნთქავდა. სავსე მკერდი მშვიდად აუდ ჩაუდიოდა. ხშირი ქერათმის ჭავლი მხრებამდე უწევდა. ბატონი ფრიდემანი სანთელივით გაფითრდა და შუბლზე გადატკეცილი ქერა ქოჩრის ქვეშ ოფლმა დაასხა. ქალბატონმა ფონ რილინგენმა ხელთათმანი ჩამოიწია. თოვლივით თეთრი, სავსე, უსამკაულო მკლავი, რომელზეც მოლურჯო ძარღვი აჩნდა, მთელი მოქმედების მანძილზე წითელ ხავერთ გადაფარებულ მოაჯერზე ჰქონდა ჩამოდებული. ფრიდემანმა ვერაფრით მოსწყვიტა თვალი ქალის მკლავს. ვიოლინოები აკვნესდნენ. იქაურობა ბუკის ხმამ მოიცვა. ამღერდა ტელრამუნდი. ორკესტრი მთელი ძალით ახმიანდა. გაფითრებული პატარა ბატონი ფრიდემანი კი მონოსხულივით იჯდა. თავი მხრებში ჩაუვარდა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ტუჩზე აიფარა, ხოლო მეორე ხელი ჟილეტში ჩაიყო. ქალბატონი ფონ რილნინგენი ფარდის დაშვებისთანავე წამოდგა და ქმართან ერთად ლოჟიდან გავიდა. ბატონმა ფრიდემანმა გვერდზე მიუხედავად დაინახა ეს. შუბლზე ცხვირსახოცი მოისვა, ადგილიდან წამოხდა, კართან მივიდა, ფოიეში გასვლა დააპირა, მაგრამ უკან დაბრუნდა, თავის ადგილზე დაჯდა და ისევ გაირინდა. ზარი დარეკეს, მაყურებლები ლოჟაში დაბრუნდნენ. ფრიდემანმა ზურგზე ქალის მზერა იგრძნო და უნებურად შეხედა. ქალი არც შემკრთალა და არც თვალი მოურიდებია. პირიქით, იმდენ ხანს უყურა უტიფრად, რომ იოჰანესი გატეხა და დამარცხებულივით დაახრევინა თავი. ფრიდემანი ამან უფრო გააფითრა. უცნაურმა ბრაზმა სასიამოვნოდ დაუარა სხეულში. იქაურობას მუსიკის ხმა მოედო. მოქმედების დასასრულს ქალბატონ ფონ რილნინგენს ხელიდან როგორღაც მარაო გაუარდა და ბატონი ფრიდემანის ფერხთით დაეცა.
ასაღებად ორივე ერთდროულად დაიხარა, მაგრამ ქალმა დაასწრო და გამქირდავი ღიმილით მადლობა გადაუხადა. მათი თავები ამ დროს თითქმის შეეხო ერთმანეთს. ფრიდემანს ქალის მკერდის სურნელი ეცა, სახე შეეცვალა, სხეული დაეძაგრა და გული ისე აუჩქროლდა, რომ სუნთქვა შეეკრა. ნახევარი წუთი კიდევ გაძლო ლოჟაში, მერე სკამი უკან დასწია, უხმაუროდ წამოდგა და გავიდა. ფრიდემანმა თითქოს ვიღაცას გაურბისო, სწრაფად გაიარა ფოიე. გარდერობში ცილინდრი, ღია ფერის წამოსასხამი და ხელჯოხი გამოართვა, კიბე ჩაიარა და ქუჩაში გავიდა. თბილი, 7 საღამო იდგა, ქუჩაში გაზის ფარნები აენთოდ. აწოწილსახურავიანი შენობები მდუმარე დაღმართულიყვნენ მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ფონზე. უკაცრიელ ქუჩაზე კანტიკუნტა თუ გამოჩნდებოდა ვინმე და მალე ისევ თვალს მიეფარებოდა. რამდენიმე გამვლელი მიესალმა კიდეც ფრიდემანს, მაგრამ მან ვერაფერი შეამჩნია. თავჩაქინდრული მიდიოდა და ისე ღრმად სუნთქავდა, რომ ამოვარდნილი გულმკერდი უთრთოდა. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ხმამაღლა ამბობდა დროდადრო. შეშფოთებული ფრიდემანი ძრწოლით ადევნებდა გულისყურს თავისი სულის ამღვრევას, აფორიაქებას. იგრძნო რომ ვნება, რომელსაც დღემდე ასე ფაქისად და ბრძნულად იყუჩებდა და ელოლიავებოდა, თავის წართმევას ლამობდა. რაღაცა ძალამ ანაზდად დაჯაბნა, თავბრუ დაახვია, გააბროა და მწარე კაეშნით გამსჭვალა. იოჰანესი ფარნის ბოც მიეყრდნო და ათრთოლებული ხმით ჩაიჩურჩულა. გერდა. ირგვლივ ყველაფერი დუმდა. ახლო-მახლო კაცის ჭაჭანება არ იყო. პატარა ბადონმა ფრიდემანმა უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა და გზა განაგრძო. მდინარისკენ დაქანებული ქუჩა, რომელზედაც თეატრი მდებარეობდა, უკან მოიტოვა და ქალაქის ჩრდილო გარეუბნისკენ მიმავალი მთავარი ქუჩით სახლისკენ გაემართა. რა თვალებით უმზერდა ის ქალი, რა თვალებით. ერთი შემოხედვით გატეხა. თავი დაახრევინა, ვითომ ის ქალია, თვითონ კი კაცი. განა იმ ქალის უცნაური, წაბლისფერი თვალები ამ გამარჯვებამ სიხარულით არაა ციმციმა? ისევ ნაცნობმა, მომქანცველმა, ბანგივით სასიამოვნო ზიზღმა დაუარა სხეულში. მაგრამ ის წუთი გაახსენდა, მათი თავები თითქმის ერთმანეთს რომ შეეხო, მისი სხეულის სურნელი რომ იგრძნო და შეჩერდა. უკან გადაიზნიქა, მახინჯი მკერდი წინ წამოსწია, კბილებში შეისუნთქა ხაერი და უმწეოდ თავდავიწყებით ადუდუნდა სასოწარკვეთილი. ღმერთო, შენ შემეწიე, ღმერთო, შენ შემეწიე. მერე უაზროდ განაგრძო გზა. ნოტიო ჰაერით გაშღენთილ, თავისივე ნაბიჯებით გახმიანებულ ქუჩაში დიდხანს მიდიოდა აუჩქარებლად და ბოლოს სახლს მიადგა. დერეფანში წუთით შეჩერდა. გრილი ჰაერი ჩაისუნთქა, სარდაფიდან რომ ატანდა და სამშაო ოთახში შევიდა. ღია სარკმელთან საწერ მაგიდას მიუჯდა. დიდ ყვითელ ვარდს მიაჩერდა, ვიღაცას ჭიქაში რომ ჩაედო. ყვავილი სახესთან მიიტანა, თვალები დახუჭა და დაყნოსა. მერე სახეზე მწუხარება, დაღლა აღებეჭდა. ვარდი ისევ ჭიქაში ჩადო და გვერდზე გასწია. ვაი რომ უკვე გათავდა ასეთი წუთები, ძალა დაკარგა ამ ვარდის სურნელმა. უცბად გაუფასურდა ყველაფერი, აქამდე მის ბედნიერებას რომ შეადგენდა. ვარდს თვალი მოსწყვიტა და სარკმელში გაიხედა. სიჩუმით მოცული ქუჩიდან დროდადრო გვიანი მგზავრის ფეხისხმა აღწევდა. ისევ ციმციმებდნენ ცაზე ვარსკვლავები. გატანჯული და ძალა გამორეული ფრიდემანი უაზროდ იჯდა მაგიდასთან და გრძნობდა. სასოწარკვეთა როგორ ეცვლებოდა უსაზღვრო, ნაზისევდით. მერე რომელიღაც ლექსის ტრიქონები გაახსენდა. ყურში ისევ ლოენგრინის მუსიკა ჩაესმა. თვალწინ ქალბატონი ფონ რილინგენი წარმოუდგა. ცხადად დაინახა წითელ ხავერდზე დაყრდნობილი ქათქათა მკლავი. მერე კი ღრმა ძილმა წაართვა თავი. ღამით რამდენჯერმე კინაღამ გამოიღვიძა, მაგრამ გამოფხიზლებისა ეშინოდა და ისევ იძინებდა. როცა კარგად ინათა, თვალი აახილა და ტანჯული მზერა მოავლა ოთახს.
ყველაფერი ისე ნათლად ახსოვდა, რომ ეტყობა ძილშიც არ განელებია ტანჯვა. თავი უბრუოდა, თვალები ეწოდა. როცა პირი დაიბანა და შუბლზე ოდოკოლონი იპყურა, თავი უკეთესად იგრძნო. დინჯად ჩამოჭდა ღიად დარჩენილ ფანჯარასთან. ჯერ კიდევ სისხამი დილა იყო. ასე 5 საათი იქნებოდა. ფუნთუშის დამტარებელი ბიჭები თუ ჩაივლიდნენ ხანდახან ფანჯარასთან. ქუჩაში სხვა არავინ ჩანდა. გადაღმა სახლში დარაბები ჯერ ისევ დახურული ჰქონდათ. ჩიტები კი უკვე გალობდნენ და ცა ფირუზისფრად იყო გასხივოსნებული. ზღაპრული დილა თენდებოდა. პატარა ბატონ ფრიდემანს სულიერი სიმშვიდე და რწმენა დაუბრუნდა. რამ დააშინა ასე? განა რა მოხდა ისეთი? ვთქვათ, გუშინ გრძნობამ დარია ხელი. მერე და რა? ასეთი რამ აღარ განმეორდება. სულაც არ არის გვიან, გრძნობის სახალი მოზღვავების თავიდან აცილება კიდევ შეიძლება. უნდა მოერიდოს ყველაფერს, რასაც მისი გაღიზიანება შეუძლია. ამის უნარი შესწევს. იმდენი ძალა კიდევ გააჩნია, რომ ეს მოზღვავებული ვნება დაძლიოს და თავის თავში ჩაკლას. როცა საათმარვა დარეკა, ფრიდერიკა შემოვიდა და მაგიდაზე, ტყავგადაკრულ დივანთან ყავა დადგა. დილამშვიდობისა, იოჰანეს, საუზმე მოგიტანე. გმადლობთ, უთხრა ბატონმა ფრიდემანმა. მერე დასძინა. ძვირფასო ფრიდერიკა, უჩემოდ მოგიწევთ სტუმრად წასვლა. შეუძლოდ ვარ და ვერ გამოყვებით. ცუდად მეძინა, თავის ტკივილი გამომყვა. ერთი სიტყვით გთხოვთ, რომ ცუდი რამ მითხარი, სულ რომ არ ესტუმრო, არც ესი ვარგებს. შენ მართლა ცუდად გამოიყურები. გინდა შაკიკის ფანქარts გათხოვებ. არა, მადლობელი ვარ, თავისით გამივლის. მიუგო ბატონმა ფრიდემანმა. ფრიდერიკა წავიდა. ბატონმა ფრიდემანმა ნაჩქარევად შესვა ყავა და ერთი ნაჭერი ნამცხვარი მიაყოლა. დებს უარი რომ უთხრა ფონ რილნინგენებთან გაყოლაზე, ამან თავისი თავის რწმენა დაუბრუნა და კმაყოფილი იყო. სიგარეტს მოუკიდა და ისევ სარკმელთან ჩამოჯდა. საუზმემ კარგუნებაზე დააყენა. თავი ისევ ბედნიერად, იმედიანად იგრძნო. წიგნი აიღო, კითხულობდა, სიგარეტს აბოლებდა და თვალებ მოწყურული შესცქეროდა მზეს. ამასობაში ქუჩები გამოცოცხლდა. ოთახში ყაყანი, ეტლებისა და ცხენგაბმული ტრამვაის ზარისხმა შემოიჭრა. ამ ხმაურის ფონზე ჩიტების ჭიკჭიკი მაინც გამოირჩეოდა. ლურჯად მოკამკამე ცისკიდურიდან მსუბუქი, თბილი ნიავი უბერავდა და იქაურობას აცოცხლებდა. 10 საათზე დერეფრინდან დების ფეხის ხმა და კარის ჭრიალი მოისმა. ფრიდემანს ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ მაინც მოჰკრა თვალი, როგორ ჩაიარა სამივე დამ სარკმელთან. გავიდა 1 საათი. იოჰანესმა უფრო და უფრო ბედნიერად იგრძნო თავი. მერე ძლიერმა სიხარულმა აიტაცა. რა შესანიშნავი დღე გათენდა და რა ზღაპრულად გალობენ ჩიტები. გასეირნებას თუ შეედრება ახლა რამე. დაუცებ სრულიად უშუალოდ, ყოველგვარი ქვენა აზრის გარეშე დაებადა კითხვა, რომელმაც სასიამოვნოდ შეაკრთო. წავიდე მასთან. და იმ დროს, როცა მთელი სხეული დაძაბა, ავის მომასწავებელი წინათ გრძნობის ჩასახშობად, ბედნიერმა და კმაყოფილმა მტკიცედ გადაწყვიტა. მე წავალ მასთან. სადღესასწაულო შავ კოსტიუმში გამოეწყო. ცილინდრი და ხელჯოხი აიღო და სამხრეთ გარეუბნისკენ გაეშურა. გზაში ვერავის ამჩნევდა. ყოველ ნაბიჯზე თავს აკანტურებდა და ვიდრე წაბლის ხეივანი არ გაიარა და წითელი აგურის ვილას არ მიადგა, აღტკინებული თავის მოქმედებას ანგარიშს ვეღარ აძლევდა. ობერლეიტენანტი ფონ რილნინგენი, ეწერა კარზე. ახლა კი ცახცახი მოერია, გული კინაღამ საგულედან ამოუვარდა. მაინც მივიდა დერეფანთან და დარეკა. იფიქრა, რაც მოსახდენია, მოხდესო. საქმე უკვე გათავებული იყო და უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. უცებ მთლიანად დაიძაბა და გაირინდა. მსახურმა კარი გაუღო, შეეგება. სადარბაზო ბარათი გამოართვა და სწრაფად დაიარა წითელ ნოხ დაფენილი კიბე.
ბატონი ფრიდემანი კარგახანს იდგა ერთ ადგილზე და გაშტერებული უყურებდა ნოხს. მსახური დაბრუნდა და მოახსენა. ქალბატონმა ზევით ამობრძანება გთხოვათო. როცა სასტუმრო ოთახის კართან ხელჯოხი მიაყუდა, იოჰანესმა თავი ნაჩქარევად შეათვალიერა სარკეში. სახეზე გაფითრებული იყო, თვალები დასწითლებოდა და ჩამოშლილი თმა შუბლზე მიწებებოდა. ის ხელი, რომლითაც ცილინდრი ეჭირა, განუწყვეტლივ უცახცახებდა. მსახურმა კარი გაუღო და ფრიდემანი მოზრდილ, ჩაბნელებულ ოთახში შევიდა. ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ. ხელმარჯვნივ როიალი იდგა. შუა ოთახში მრგვალი მაგიდის ირგვლივ ყავისფერ აბრეშუმიან გადაკრული სავარძლები შემოემწკრივებინათ. ხელმარცხნივ ტახტის თავზე მძიმე, მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმული პეიზაჟი ეკიდა. კედლებზე მუქი შპალერი იყო გაკრული. პატარა შუშაბანდში პალმები იდგა. წუთის შემდეგ მარჯვნივ ფარდა შეირხა და ქალბატონი ფონ რილინგენი გამოჩნდა. ფაფუკ ყავისფერ ნოხზე უხმო ნაბიჯებით გამოემართა იოჰანესისკენ. ქალს ძალზე სადა, წითლად და შავად აჭრელებული კაბა ეცვა. სარკმელში შემოღწეული სინათლის სვეტი, რომელშიც მტვერი ირეოდა, ერთი წამით მის რბილ, ქერათ მას დაეცა და ოქროსფრად დაფერა. ქალმა თვალები გამომცდელად მიაპყრო სტუმარს, ჩვეულებისამებრ ქვედა ტუჩი აიბზოა. მოწყალეო ქალბატონო, დაიწყო ბატონმა ფრიდემანმა და რა კი მასპინძელს მკერდამდე სწუდებოდა, ქვევიდან შეხედა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უღრმეს პატივს გცემთ. როცა ჩვენს ოჯახს პატივი დასდეთ და გვეწვიეთ, სამწუხაროდ სახლში არ გახლდით და გულწრფელად ვწუხვარ. სხვა რა ეთქვა აღარ იცოდა, ქალი კი იდგა და ისე შეუბრალებლად მისჩერებოდა სახეში, თითქოს სურს იძულებით აალაპარაკოსო. იოჰანეს სისხლი მოაწვა. ჩემი წვალება და აბუჩა დაგდება უნდა, ყველაფერს ხედავს, რაც ჩემს გულში ხდება, როგორ უციმციმებს თვალები. კარგახნის მძიმე დუმილის შემდეგ ქალმა ტკბილი, მშვიდი ხმით უთხრა. ფრიად მას იამოვნეთ, რომ მობრძანდით. სწორედ ვნანობდი, თქვენს დებს რომ არ ახლდით. ხომ არ დაბრძანდებით? თვითონ ფრიდემანის მახლობლად დაჯდა, მკლავების სავარძლის სახელურზე დააწყო და საზურგეზე გადაწვა. იოჰანესი წინ გადახრილი იჯდა და ცილინდრს მუხლებს შუა აწვალებდა. იცით, 15 წუთის წინ თქვენი დები იყვნენ აქ. თქვენზე მითხრეს შეუძლო დარისო. მართალი მოუხსენებიათ, მიუგო ბატონმა ფრიდემანმა. ამ დილას ცუდად ვიყავი. მეგონა სახლიდან ვერ გამოვიდოდი. ბოდიშს ვიხდი, რომ დავაგვიანე. თქვენ არც ახლა უნდა იყოთ კარგად, წყნარად უთხრა ქალმა და თვალი არ მოუცილებია ისე განაგრძო. სახე გაფითრებული და თვალები გაწითლებული გაქვთ. ცუდად ხომ არ გრძნობთ თავს? ო არა, ჩაილუღლუღა ბატონმა ფრიდემანმა. საერთოდ კმაყოფილი ვარ ჩემი ჯანმრთელობით. მეც ხშირად ვხვდები ავად, განაგრძო ქალბატონმა რილინგენმა. თან ისევ სახეში მიაჩერდა, მაგრამ ამას ვერავინ მომჩნევს. მე ნერვიულობა მახასიათებს და ხშირად ძალზე უცნაურად ვიქცევი ხოლმე. ქალი გაჩუმდა. თავი ისე დახარა, რომ ნიკაპი თითქმის მკერდს დააბჯინა და პასუხის მოლოდინში წარბებ ქვეშიდან სტუმარს ახედა. იოჰანესი დუმდა, უხმოდ იჯდა. გაკვირვებული უყურებდა მასპინძელს და ფიქრობდა. რა თავისებურად ლაპარაკობს ეს ქალი, რა ძლიერ მოქმედებს ჩემზე მისი ნათელი, ლაღი ხმა. ფრიდემანი ცოტა დამშვიდდა. ყველაფერი თითქოს ბურუსში ხდებოდა. ქალბატონმა რილინგენმა ხელახლა წამოიწყო საუბარი. წუხელ მგონი წარმოდგენის დამთავრებამდე წახვედით თეატრიდან, არა? დიახ, მოწყალეო ქალბატონო. მეწყინა თქვენი წასვლა. ძალზე გულისხმიერი მეზობელი და მუსიკის დიდი მოყვარული ყოფილხართ. თუმცა დადგმა არც თუ ისე კარგი. უფრო სწორად, შედარებით არც თუ ისე კარგი იყო. გიყვართ მუსიკა? როიალზე ხომ არ უკრავთ? ვიოლინოზე ვუკრავ ცოტას, უპასუხა ბატონმა ფრიდემანმა. თუმცა, აბა ეს რა დაკვრაა? ვიოლინოზე უკრავთ? ჩაეკითხა ქალი.
შემდეგ ფრიდემანის თავს ზევით სივრცეს მიაჩერდა და ჩაფიქრდა. უცებ წამოიძახა. გინდათ ზოგჯერ ერთად დავუკრათ ხოლმე, როიალზე მეც ვახერხებ რაღაცას. ძალიან გამიხარდება, თუ კი აქ ისეთ ვინმეს შევხვდები, ვისთანაც თუ რამ შემიძლია, მიმსახურეთ, მოწყალეო ქალბატონო. ისევ ბურანში მყოფივით მიუგო იოჰანესმა. ერთხანს დუმილი ჩამოვარდა. მერე ქალს უცებ შეეცვალა სახე. ფრიდემანმა შენიშნა, ოდნავ შესამჩნევმა, მწარე, დამცინავმა ღემილმა როგორ დაუძაბა სახე. მესამედ ჯიქურ და გამომცდელად როგორ მიაპყრო ცუდად აციმციმებული თვალები. იოჰანესი წამოჯარხლდა. არ იცოდა რა გზას დასდგომოდა. უძულურმა და დაბნეულმა თავი უფრო ღრმად ჩარგო მხრებში და აფორიოქებული დააჩერდა ნოხს. სხეულში ისევ უმწეო, საამო მტანჯველმა ბრაზმა დაურბინა. როცა უკანასკნელი მხნეობა მოიკრიბა და თავი ასწია, ქალი აღარ უყურებდა. მშვიდი თვალები ფრიდემანის ზურგს უკან კარისთვის მიეპყრო. იოჰანესმა გაჭირვებით ამოთქვა 2 სიტყვა. მოწყალეო ქალბატონო, კმაყოფილი ბრძანდებით ჩვენი ქალაქით. რასაკვირველია, გულს გარეთ მიუგო ქალბატონმა ფონ რილინგენმა. რატომ არ უნდა ვიყო კმაყოფილი? მართალია, თავს ცოტა შებორკილად ვგრძნობ და არც ის მომწონს მოურიდებლად რომ მათვალიერებენ. მაგრამ, ხო, მართლა, არ დამავიწყდეს. ამ დღეებში პატარა წვეულებას უმართავთ. მცირე რიცხოვან, სასიამოვნო საზოგადოებას მოვუყრით თავს. ცოტას დავუკრავთ, წავისაუბრებთ. თან სახლს უკან ძალიან კარგი ბაღი გვაქვს, რომელიც მდინარესთან თავდება. რაღა გავაგრძელო და თქვენ და თქვენს დებს მოსვაწევ ბარათებს კი გამოგიგზავნით, მაგრამ მე ამ თავითვე გთხოვთ, უარს ნუ გვეტყვით და გვეწვიეთ. იმედია, არ გაგვაწბილებთ. ბატონმა ფრიდემანმა თანხმობა განუცხადა მიწვევაზე და როცა მადლობას უხდიდა, კარის სახელური ვიღაცამ ძლიერად დასწია. ოთახში ობერ-ლეიტენანტი შემოვიდა. ფეხზე წამოდგა ორივე. ქალბატონმა ფონ რილინგენმა მამაკაცები ერთმანეთს წარუდგინა. შემოსწრებული თავის დაკვირით თავაზიანად მიესალმა ცოლს და სტუმარს. ობერ-ლეიტენანტ სიცხისაგან გაოფლილი სახეულ აპლაბებდა. ხელთათ მან სიძრობდა და თან მჭახე ხმით რაღაცას ეუბნებოდა ფრიდემანს, რომელიც თვალებ დაჭყეტილი შეყურებდა ქვევიდან. თან ყოველწუთს ელოდა, რომ ეს ახოვანი კაცი დიდსულოვნად მოუთათუნებდა მხარზე ხელს. მერე ოლქის უფროსი ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმულ ქუსლებზე შეტრიალდა. ცოლისკენ გადაიხარა და ყრუხმით მიმართა. ძვირფასო, ბატონი ფრიდემანი ხუმ დაპატიჟე წვეულებაზე. გინდა შემდეგ კვირას გავმართოთ საღამო. იმედია, არ გაავდრდება და ბაღშიც გავისეირნებთ. როგორც გერჩივნოს, მიუგო ქალბატონმა ფონ რილინგენმა და ქმარს თვალი აარიდა. 2 წუთის შემდეგ ბატონი ფრიდემანი მასპინძელს გამოეთხოვა და როცა კართან მისულმა ერთხელ კიდევ დაუკრა თავი, ისევ წააწყდა ქალის თვალებს, რომლებიც ამჯერად გულგრილად უყურებდნენ. ფრიდემანი წაბლის ხეივანს დაადგა, მაგრამ ქალაქში აღარ დაბრუნებულა. უნებურად გზიდან გადაუხვია და ციხე-სიმაგრის მიწაყრილისკენ დაეშვა. მდინარის გასწვრივ ლამაზი გაზონები და ხეივნები იყო გაშენებული. ხეთა ჭრდილში სკამები დაედგათ. თავჩაქინდრული იოჰანესი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა და არაფერზე ფიქრობდა. სიცხეში სული ეხუთებოდა. თბილი ჭავლი ალმურივით უვლიდა სხეულში. საფეთქლებთან სისხლი უროსავით სცემდა და თავი უბრუოდა. ვერ იქნა და ქალის თვალები თავიდან ვერ მოიშორა. მალე დაავიწყდა უაზრო, უსიცოცხლო გამომეტყველება, რომლითაც ქალმა გამოაცილა. სამაგიეროდ, საუბრის დროს ბოროტად აციმციმებულმა თვალებმა წაართვა მოსვენება. ჩემი დაბნევით და უმწეობით ხომ არ იქცევდა თავს. თუ ოდნავი თანაგრძნობა მაინც არ აღეძრა, როცა სულში ჩამხედა, ფიქრობდა იოჰანესი. აბალახებულ მიწაყრილ საუყვა მდინარის გასწვრივ და უცვეთელას ბუჩქებით გარშემორტყმულ სკამზე ჩამოჯდა. ჰაერში მკვეთრი, საამო სურნელი ტრიალებდა.
მის პირდაპირ მოლივლივე მდინარეში მზის გავარვარებული დისკო ირეკლებოდა. დაიღალა, გუნება მოეშხამა. აფორიაქებული სული ვერაფრით დაიმშვიდა. ყველაფერს ისხომ არაჯობებს, უკანასკნელად მოავლოს თვალი იქაურობას და წყალს მისცეს თავი, რომ ხალმოკლე წვალების ფასად განთავისუფლდეს ამ ტანჯვისაგან და მარადიულ სიმშვიდეში ჩაინთქას. სიმშვიდეს, სწორედ სიმშვიდეს ეძებს ის. მაგრამ რად უნდა სიმშვიდე ბნელით მოცული სიცარიელისა და მდუმარების მხარისა? როცა მისი სული მყუდრო, ნათელით გაცისკროვნებულ, მაღალ და წყნარი აზრების სამყაროს სიმშვიდეს ელტვის. სიცოცხლის ნაზმა სიყვარულმა ჟრუანტელივით დაუარა სხეულში. მწარედ დაენანა დაკარგული ბედნიერება. მერე თვალი მოავლო იქაურობას, ბუნების მდუმარე, უსაზღრო გულგრილობას, სიმშვიდეს მიუგდო ყური. მზით განათებული მდინარე მშვიდად მიედინებოდა თავის კალაპოტში. ბალახი ნიავის შემობერვაზე თრთოდა. ყვაოდნენ დასაჭკნობად განწირული ყვავილები. ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, ხარკს უხდიდა ყოფიერების გარდაუვალ კანონს და პატარა ბატონმა ფრიდემანმა უცებ მთელი არსებით იგრძნო და გაიგო ეს გარდაუვალობა, რომელთან შერიგებაც ადამიანს თავის თავზე მაღლა დადგომის უნარს ანიჭებს. ის დღე გაახსენდა, როცა 30 წელი შეუსრულდა. მაშინ სული მშვიდად ჰქონდა და ბედნიერი იყო იმით. არც არაფრის ეშინოდა და არც არაფრის იმედი ჰქონდა. იჯდა ბაღში და სიცოცხლის დარჩენილი წლების განჭრეტას ცდილობდა. წინათ გრძნობა არც ავსუქად და არც კარგს. ყველაფერი გამჭვირვალე ბურუსში იყო გახვეული, რომელიც სადღაც შორს, ბნელს ერთვოდა და მასში იძირებოდა. იმ დღეს მშვიდი, ბრძნული ღიმილით გაუსწორა თვალი თავის მომავალს. განა ისა დიდი ხნის წინათ იყო ეს. და აი, ბედმა მოუვლინა ქალი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვლენოდა. ასეთი ბედი ეწერა, თვით ეს ქალი იყო მისი ბედის წერა, სწორედ ეს ქალი და სხვა არავინ. განა პირველი ნახვისთანავე არ უგრძნო გულმა. გამოჩნდა ეს ქალი და ფრიდემანი ძალიანაც რომ ცდილიყო სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას, მაინც არაფერი გამოუვიდოდა. ამ ქალს უნდა აეფორიაქებინა ყველაფერი, რასაც იოჰანესის სიღრმის პირველი დღეებიდან იხშობდა თავში. რა კი იცოდა, რომ სხვაფრივ ტანჯვა და დაღუპვა ელოდა. ახლა კი ყველაფერმა თავი აიწყვიდა. რაღაც საშინელი, დაუოკებელი ძალით დაეუფლა და უფსკრულისკენ გააქანა. გრძნობს, რომ აღსასრული უახლოვდება. მაშ რაღა აზრი აქვს წინააღმდეგობას და ტანჯვას. მოხდეს, რაც მოსახდენია. გულხელს დაიკრებს და მინებდება ბედის სრბოლას, რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს. ბედის წერას დანებდება, ცხოვრების იმ შხამით შეზავებულ ნექტარს დაეწაფება, რომელიც ადრე იქნება თუ გვიან, ადამიანმა მაინც უნდა შესვას. მდინარეში მზის სხივები ციმციმებდა. ირგვლივ უცვეთელას მძაფრი საამოსურნელი იდგა. ხეივანში ჩიტები ჟღურტულებდნენ და ტოტებში მუქი, ხავერდოვანი ლურჯიც ამოჩანდა. პატარა, კუზიანი ფრიდემანი სკამიდან წინ გადახრილიყო და სახე ხელებში ჩაერგო. ასე გარინდული გვიანობამდე იჯდა მდინარის პირას. წვეულების ყველა მონაწილე მერე ერთხმად აღიარებდა. რინლინგენებთან დრო შესანიშნავად გაატარეთო. ვრცელ სასადილო ოთახში, გემოვნებით გაშლილ დიდ სუფრასთან, 30-მდე კაცმა მოიყარა თავი. მსახურმა და ამ საღამოსთვის საგანგებოდ დაქირავებულმა ორმა ოფიციანტმა ნაყინი მოართვა სტუმრებს. ოთახში საჭმლის და პარფიუმერიის სუნი ტრიალებდა და ჭიქებისა და დანაჩანგლის წყარუნი ისმოდა. დიდ ვაჭრებს საღამოზე ცოლები და ქალიშვილები ახლდნენ. გარნიზონის თითქმის მთელი ოფიცრობა აქ იყო. მათ გარდა ერთი დიდი ღვაწლმოსილი, ხნიერი ექიმი, ორიოდე იურისტი და რჩეულის საზოგადოების სხვა რამდენიმე წარმომადგენელი უსხდნენ სუფრას. მათ შორის ობერლეიტენანტის ძმისწული, მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც იმ დღეებში სტუმრად იყო ბიძასთან.
ის ფრიდემანის პირდაპირ იჯდა და ჰაგენშტრემების ქალიშვილს გატაცებით ესაუბრებოდა ინტიმურ თემაზე. ბატონი ფრიდემანი მაგიდის ბოლოში გიმნაზიის დირექტორის შეუხედავი მეუღლის გვერდით იჯდა ხავერდის მოქარგულ ბალიშზე. ცოტა მოშორებით ქალბატონ ფონ რილინგენს ეკავა ადგილი. ქალი მაგიდასთან კონსტულ შტეფენსის თანხლებით მოვიდა. იოჰანესი საოცრად შეცვლილიყო ამ 8 დღის განმავლობაში. გაზის შუქზე სახე საშინლად გაფითრებული უჩანდა. ლოყები ჩაცვენოდა. დაწითლებული, ამოღამებული თვალები ენით უთქმელ ტანჯვას გამოხატავდნენ და თითქოს წელშიც ჩვეულებრივზე მეტად იყო მოხრილი. ღვინოს ეტანებოდა და შიგადაშიგ მეზობელს გამოელაპარაკებოდა ხოლმე. ქალბატონი ფონ რილინგენი მაგიდაზე ოდნავ გადმოიხარა და ამ საღამოს პირველად დაელაპარაკა ბატონ ფრიდემანს. მთელი ეს დღეები ამოუდგელოდით, მეგონა მოხვიდოდით და ვიოლინოს მოიტანდით. იოჰანესმა უაზროდ მიაპყრო ქალს თვალები. არაფერი უპასუხა. რილინგენს თეთრი თხელი კაბა ეცვა, გულმკერდი მოშიშვლებული ჰქონდა და ოქროსფერ თმაში გაფურჩქნილი ვარდი ჩაებნია. ღაწვები ოდნავ შეჰპაკლოდა, თვალების უპეებზე კი ისევ ლურჯი ფერი გადაჰკვროდა. ბატონმა ფრიდემანმა თავი დახარა და რაღაც ჩაილუღლუღა. სწორედ ამ დროს, თითქოს დრო შეურჩიაო, დირექტორის მეუღლემ ჰკითხა: ბეთჰოვენზე რა აზრის ხართო? სუფრის თავში მჯდომმა ობერლეიტენანტმა მეუღლეს გადახედა, ჭიქაზე დააკაკუნა და თქვა: ბატონებო, გთხოვთ მეორე ოთახში გამობრძანდეთ და იქ მიირთვათ ყავა. თუმცა ისეთი საღამოა, არც ბაღში გასეირნება იქნებოდა ურიგო. თუ ვინმე ხაერზე გავლასურს, მეც თან მიგულოს. ლეიტენანტ დაიდეს ხაიმა მოსწრებული ხუმრობით დროზე დაარღვია სიჩუმე და სუფრა სიცილ ხარხარით აიშალა. ბატონმა ფრიდემანმა სასათილო ოთახიდან ყველაზე ბოლოს უხალისოდ გაიყვანა გიმნაზიის დირექტორის მეუღლე. ძველ გერმანულად მორთული ოთახი გაატარა, ქალების ჯგუფამდე მიაცილა და უკან გამობრუნდა. ფრიდემანი საგანგებოდ იყო გამოწყობილი. უნაკლო ფრაკის ქვეშ თეთრად გაქათქათებული პერანგი მოუჩანდა. წვრილ და მოხდენილ ფეხებზე ლაკის ფეხსაცმელები ეცვა. სიარულისას დროდადრო აბრეშუმის წითელი წინდები მოუჩანდა. დერეფანში გამოსულ ფრიდემანს სტუმრების უმრავლესობა ბაღში ჩასული დახვდა. იოჰანესი ძველ გერმანული ოთახის კართან ჩამოჯდა. ოთახში მამაკაცების ერთი ჯგუფი ზეზეულად რაღაცაზე საუბრობდა. იოჰანესმა ფინჯანი ყავა დაიდგა, სიგარა ამოიღო და დარბაზში დაიწყო ცქერა. ზედკარის მარჯვნივ, პატარა მაგიდასთან, სტუმართა ერთ ჯგუფს მოეყარა თავი. ყველა ყურადღებით უსმენდა სტუდენტს, რომელიც გატაცებით ამტკიცებდა. ერთი წერტილიდან ორი პარალელური სწორის გავლება შეიძლებაო და როცა ადვოკატის მეუღლემ, ქალბატონმა ჰაგენშტორმმა წამოიძახა, ეს შეუძლებელიაო, სტუდენტმა ისე დამაჯერებლად დაუმტკიცა ურწმუნოებს თავისი სიმართლე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო და მაინც ყველა დაეთანხმა. დარბაზის ბოლოში, წითელ საფარებიან ნათურასთან, ქალბატონი ფონ რილინგენი იჯდა სავარძელში და კონსულ შტეფენსის ქალიშვილს ელაპარაკებოდა. ყვითელი აბრეშუმის ბალიშზე ოდნავ გაწოლილს ფეხი ფეხზე შემოედო, პაპიროს მშვიდად ეწეოდა, კვამს ცხვირიდან აბოლებდა და თან ქვედა ტუჩს იბზოებდა. შტეფენსის ქალი სარგადაყლაპულებით იჯდა და კითხვებზე შემწვარი ღიმილით პასუხობდა. ფრიდემანისთვის არავის ეცალა. არავის შეუმჩნევია, რომ მთელი საღამოს განმავლობაში მას თვალი არ მოუწყვეტია ქალბატონი ფონ რილინგენისთვის. იჯდა მოთენთილი და ქალს უცქერდა. მის თვალებში ვნების ნაცახიც არ ჩანდა და არც ტანჯვა გამოსჭრიოდა. რაღაც ბლაგვი და უსიცოცხლო იყო მისი გამოხედვა. თვალებში უსიტყვა, სრული მორჩილება და უსასოობა ჩასდგომოდა. 10 წუთმა განვლო ასეთ ყოფაში. მერე ქალბატონი ფონ რილინგენი მოულოდნელად წამოდგა და ისე, თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში ფრიდემანს უთვალთვალებდაო, მისკენ მოუხედავად წამოვიდა და წინ დაუდგა. ფრიდემანი ფეხზე წამოდგა და როცა ქვევიდან ახედა ქალს, მისი ხმა ჩაესმა.
ბატონო ფრიდემან, ჩემთან ერთად ბაღში გასეირნებას ხომ არ ინებებთ? სიამოვნებით, მოწყალეო ქალბატონო. როცა კიბეზე ჩადიოდნენ, ქალბატონმა ფონ რილნინგენმა ფრიდემანს კითხა. ჩვენი ბაღი ჯერ არ გინახავთ არა? კარგა მოზრდილი ბაღი გვაქვს. ამ ხმაურს ერთხანს სიამოვნებით გავარიდებდი თავს. იმედია ყველა არ მოისურვებს ბაღში ჩამოსვლას. მაგიდასთან თავი ამტკივდა, ალბათ ღვინო ამივარდა თავში. აქეთ მობრძანდით, აი აქედან უნდა გავიდეთ. მინისკარი გაიარეს და პატარა აივანზე გავიდნენ. დაბალ კიბეს ჩაუყვნენ ბაღისკენ. ვარსკვლავიანი, ნათელი, გრილი ღამე იდგა. ჰაერში ყვავილნარის თავბრუს დამხვევი სურნელი ტრიალებდა. ბაღს სავსე მთვარე დახქათქათებდა. თეთრ, ხრეშ მოყრილ გზაზე სტუმრები ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობდნენ. თამბაქოს ეწეოდნენ და მუსაიფობდნენ. ერთ ჯგუფს შადრევნის გარშემო მოეყარა თავი. ღვაწლმოსილი ხნიერი ექიმი საერთო სიცილ ხარხარში ქაღალდის ნავებს აცურებდა აუზში. ქალბატონმა ფონ რილნინგენმა მათ ოდნავ დაუკრა თავი და უხმოდ ჩაუარა. შორს სადღაც ლამაზი და სურნელოვანი ყვავილნარი თავდებოდა და დაბურული პარკი იწყებოდა. იმ ადგილზე მიუთითა ფრიდემანს და უთხრა. იმ გრძელ ხეივანს გავუყვეთ. პარკის შესასვლელში ორი დაბალი სვეტი იდგა. ლარივით გაჭიმული წაბლის ხეივანი გაიარეს და მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ალივლებულ მომწვანო მდინარესთან გავიდნენ. ბნელოდა და გრილი სიოქროდა. ხეივნიდან გზა რამდენიმე ადგილზე იტოტებოდა და ისე გადიოდა მდინარის პირას. გამეფებული მყუდროება დიდხანს არავის დაურღვევია. ბოლოს ქალმა თქვა, ზედ მდინარის პირზე ლამაზი ადგილი მეგულება. ხშირად ჩავდივარ ხოლმე. მოდი, იქ ჩამოვსხდეთ და ვისაუბროთ. შეხედეთ ერთი, როგორ კრთიან ხის ტოტებში ვარსკვლავები. ფრიდემანმა არაფერი უპასუხა. თვალს არ აცილებდა მდინარის აციმციმებულ, მომწვანო ზედაპირს, რომელსაც ნელა უახლოვდებოდნენ. ხეივნიდან პატარა მდელოზე გავიდნენ. ციხესიმაგრის მიწაყრილი გამოჩნდა მეორე ნაპირზე. ბატონო ფრიდემან, აქეთ, მარჯვნივ მომყევით. ჩვენი ადგილი აგერ იქ არის. შეხედეთ, თავისუფალია. ხეივნიდან ხელმარჯვნივ გადაუხვიეს და სკამზე ჩამოსხდნენ. ბალახებში, რომელიც მდინარის პირას შეუმჩნევლად ლენიანში გადადიოდა, ჭრიჭინები ჭრიჭინებდნენ. მთვარის შუქით განათებული მდინარე ვერცხლისფერ შუქს ფენდა იქაურობას. ერთხანს ორივე მდუმარედ მისჩერებოდა წყალს. მერე ფრიდემანს ისევ ჩაესმა ის შემპარავი, იდუმალი, ხავერდოვანი ხმა, რომელმაც ერთი კვირის წინ აგრერი გადააღელვა. ბატონო ფრიდემან, დიდი ხანია რაც ეგ დაგემართათ. თან დაყოლილი ხომ არ გაქვთ? იოჰანესმა ნერწყვი გადაყლაპა, სული მოითქვა და ხმადაბლა უპასუხა. არა, მოწყალეო ქალბატონო, მაგიდიდან ჩვილი გადმოვარდნილ ვარ, აი, მაშინ დამმართნია. ახლა რამდენი წლისა ხართ? 30-ის, მოწყალეო ქალბატონო. 30-ის, გაიმეორა ქალმა. და თქვენ ამ 30 წლის განმავლობაში ბედნიერი არ ყოფილხართ? ბატონმა ფრიდემანმა თავი გააქნია. ტუჩები აუთრთოლდა. არა, ყველაფერი გამონაგონი, ოცნების ნაყოფი იყო. ბედნიერი კი გეგონათ თავი? დიახ, ვცდილობდი ბედნიერი ვყოფილიყავი. კარგი გამბედაობა გქონიათ. ერთი წუთით დუმილი ჩამოვარდა. მხოლოდ ჭრიჭინების ჭრიჭინი და ფოთოლთა შრიალი არღვევდა მყუდროებას. უბედურება არც ჩემთვის არის უცხოხილი. ზაფხულის, მთვარიანი ღამე და მდინარის დუდუნი კი ადამიანს უფრო მეტად უღვივებს უბედურების გრძნობას. ფრიდემანმა ამაზე არაფერი უპასუხა, მხოლოდ ხელი ასწია მძიმედ. მოდუდუნე მდინარის გადაღმა მიუთითა და თქვა. იმ დღეს აგერ იქ ვიჯექი. ჩემგან რომ წახვედით? ფრიდემანმა თავი დაუქნია. მერე უცებ წამოიჭრა აცახცახებული. ერთი ამოიკვნესა, ტანჯვის გამომხატველი.
თანდამ ტანჯვისაგან გათავისუფლების მომასწავებელი ბგერა აღმოხდა და ქალის წინ მუხლებზე დაეცა. სკამის საზურგეზე მის მკლავს მისწვდა, თავისკენ მიიზიდა, შემდეგ მეორე ხელს წაეტანა. პატარა, მახინჩის სხეული მთლად აუცახცახდა, სახე ქალის კალთაში ჩარგო და არაადამიანურად ახრიალდა. ხომ იცით რა დღეშიც ვარ, ნება მომეცით. მეტის გაძლება აღარ შემიძლია, ღმერთო ჩემო, ღმერთო. ქალმა არც თავიდან მოიცილა, არც მისკენ დაიხარა. ოდნავ უკან გადახრილი თავაწეული იჯდა და ვიწრო, ერთმანეთთან ახლო ჩამჯდარი თვალებით, რომლებშიც მოლივდივე მდინარე ირეკლებოდა, ფრიდემანის თავზევით სივრცეს მისჩერებოდა. მერე ამაყად, ზიზღით ჩაიცინა. იოხანესის გახურებული თითები ერთი გაბრძოლებით მოიშორა. ხელისკვრით მიწაზე დასცა, სწრაფად წამოდგა და ხეივანს შეერია. გაუგნებული, განადგურებული ფრიდემანი მიწაზე ეგდო. სახე ბალახებში ჰქონდა ჩარგული და მთელი სხეული უძაგძაგებდა. მერე გაჭირვებით წამოიმართა, ორი ნაბიჯი წადგა და ზედ მდინარის პირზე, ლელიანში, პირქვედა ემხო. მაინც რას გრძნობდა იმ წუთში პატარა ბატონი ფრიდემანი? ალბათ ის ტკბილ მწარე ზიზღი, რომელსაც ქალის დამამცირებელი შემოხედვა ჰგვრიდა ხოლმე. ახლა როცა აბუჩა დაგდებული და უარყოფილი მიწაზე იყო განრთმული, უკიდეგანო რისხვაში გადაეზარდა. ეს რისხვა ვიღაცას აუცილებლად უნდა დასტყდომოდა თავს, თუნდაც ეს ვიღაც თვითონ ყოფილიყო. მით უმეტეს, საკუთარი თავისადმი უსაზღვრო ზიზღი იგრძნო და თავის განადგურების, სხეულის ნაკუწ-ნაკუწად დაფლეთის, სიცოცხლის მოსწრაფების წყურვილი აღრჩობდა. მუცელზე ხოხვით წყალთან მიფორთხდა, ხელებზე წამოიწია. წელამდე მდინარეში ჩაწვა და გაქვავდა. ერთხელაც აღარ განძრეულა. არც თავი ამოუღია მდინარიდან და არც ნაპირზე დარჩენილი ფეხები გაუნძრევია. წყლის გაფუნზე ჭრიჭინები მხოლოდ ერთი წამით გაინაბნენ. მერე ისევ აჭრიჭინდნენ. ნელა შრიალებდა ხეთა ტოტები და შორიდან ყრუდ აღწევდა სტუმრების სიცილ ხარხარი. 1897 წელი.